1555 წელს სწორედ ქალაქ ამასიაში გაფორმდა ისტორიაში ერთ-ერთი ნიშანდობლივი შეთანხმება სეფიანთა ირანის შაჰის შაჰ თამაზ პირველსა და ოსმალეთის იმპერიის სულთანს სულეიმან მწვერვალეს შორის, როდესაც ამ ორმა იმპერიამ პრაქტიკულად გაინაწილეს დღევანდელი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიები. ამ შეთანხმების მიხედვით ოსმალეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ გადავიდა დღევანდელი არაბული ტერიტორიები, არაბებით განსახლებული ტერიტორიები, ხოლო ირანს შეუნარჩუნდა საკუთარი დედაქალაქი თავრიზი, რომლის დაკარგვის საფრთხეც არსებობდა. რაც თავარია ჩვენთვის ამასიის ზავით გაიყო ამიერკავკასიის ტერიტორიები, ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში გადავიდა დასავლეთ საქართველო და დასავლეთ, ასე ვთქვათ, სომხეთის ტერიტორიები, ანუ სომხებით განსახლებული ქალაქები, ხოლო სეფიანთა ირანის კონტროლქვეშ დარჩა ანუ აღმოსავლეთ სომხეთი, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიები, აღმოსავლეთ საქართველო, ქართკახეთი, სამცხე-საათაბაგო და დღევანდელი აზერბაიჯანი. ამასიის შეთანხმებამ პრაქტიკულად ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული ამასიის მშვიდობა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ის საზღვრები, რომელიც დადგინდა ამ შეთანხმებით, თვისებრივად შემდგომ აღარ შეცვლილა და დღესაც კი დღევანდელი ერაყისა და ირანის საზღვარი, ანუ მაშინდელი ოსმალეთის იმპერიისა და სპარსეთის იმპერიის საზღვარი, დღემდე უცვლელია და ახლო აღმოსავლეთში ეს საზღვარი ითვლება ერთ-ერთ უძველეს საზღვრად. ამასიის მშვიდობამ პრაქტიკულად განსაზღვრა ამ ორი იმპერიის ეგრეთ წოდებული დომინიონები, ანუ გავლენის სივრცეები თუ სად იყო მაგალითად სპარსეთის იმპერიის ლიმიტები და სად იყო ოსმალეთის იმპერიის ლიმიტები ახლო აღმოსავლეთში. მსგავსი, ასე ვთქვათ, სისტემა შენარჩუნდა შემდგომი 2 საუკუნე ნახევარი და ამასის მშვიდობის ნაწილი დაარღვია უკვე კავკასიაში ახალმა ძალამ რუსეთის იმპერიამ, როდესაც ეს ტერიტორიები ამიერკავკასიის უდიდესი ნაწილი სპარსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას წაართვა.